გამარჯობა, საღამომშვიდობისა, მეგობრებო, ჩვენო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. თქვენს წინაშე ხუთშაბათი დღეა დღეს და ვიმყოფებით ტრადიციულად ბატონი გეგა ხვედელიძე და მე ბექა თაუბერი კაპანაძე. მინდა დავიწყო ეს ეთერი, რა თქმა უნდა, მძიმე დღეა დღეს, ჩემო გეგა. დიდი სამძიმრით მინდა დავიწყო, რომელიც სამძიმარიც ჩვენ რა თქმა უნდა გამოვხატეთ. დღეს მთელი ქვეყანა გაუფორმებლად ემშვიდობება და ემშვიდობა ძალიან ბობოქარი ცხოვრების მქონე ადამიანს. დიდ მეცენატს, ქველმოქმედს, დიდი ამაგი და ღვაწლი რომ აქვს ქვეყნის მიმართებაში ბატონ ოთარ ჭითანაოს. რამოდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და დღეს დაკრძალვა იყო. დიახ, საქართველოსთან ერთად მთლიანად თავის კუთხეც, მშობლიური კუთხე დაემშვიდობა დღეს მას. თბილისი დაემშვიდობა, რამე თუ პანაშვიდები აქ იყო, ქაშვეთის ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდები. ამ ადამიანის ცხოვრებაზე და საერთოდ მის ღვაწლზე საუბარს ალბათ ერთი სრული ფორმატი არც ეყოფა, დარწმუნებული ვარ. თუნდაც ის რა დღის სასულიერო კუთხითაც, საერო კუთხითაც მისი ღვაწლი ჩემო გეგა განუზომელია და მარტო ის რა დღის დადიანების სასახლეს თუ როგორი გვერდში დგომა და საერთოდ იმ ნივთების აი მართლა ჩვენი საუნჯე ნივთების გადარჩენაში და დაბრუნებაში რომ ასე ვთქვათ დაეხმარა და დადიანების სასახლეში მყოფობს ეს ნივთები. ესეც ბატონი ოთარ ჭითანავას დამსახურებაა. პიროვნება მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდულ ასაკს არ იტყოდნენ მის ასაკზე, ძალზედ ქარიზმით, დიდი მხნეობით და ახალგაზრდულად იცხოვრა, გონებით, თავისი ლექსიკით, თავისი უბადლო იუმორის ეს გამოსაკვეთია, რა თქმა უნდა, დიდი ნიჭით და დიდი პატრიოტიზმით, თქვენი ჭირიმით, დიდი პატრიოტიზმით. სიცოცხლის ბოლო წუთამდე ასე იყო და რაოდენ დასანანია რომ ასე მოხდა. კიდევ ერთხელ სამძიმარი ყველას, განსაკუთრებულად ოჯახს, ჩვენს ოთარს, მის ასე ვთქვათ, თავისი მამის თანამოსახელეს, იცის საზოგადოება, რომ ჩვენი ერთობის ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული პიროვნება თანამებრძოლია და მინდა რომ მხოლოდ ქრისტიანი ხალხი ვართ ჩვენ. სული უკვდავია ჩემო კეთილო ადამიანებო და დაევანოს იქ უფლის ძალითა და მადლითა და ნებით, სადაც მართალნი განისვენებენ და ბრძანდებიან. ამინ. ამინ. რაც შეეხება ჩვენს დრამატულ დღევანდელობას, ის არაფრით არ განსხვავდება გუშინდელი დღისაგან და ამ ასე ვთქვათ გაგრძელებით და ინერციით თავისთავად მომავალით შესაბამისია, ხო? მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ როგორც პოლიტიკოს მე ფსევდოს უწოდებ, ნუ პატრიოტიზმზე აღარაა საუბარი, მაინც მომიწევს მე ციტირება ეგრეთ წოდებული პრემიერის, რომელმაც ბრძანა. ეს ერთ-ერთი მარგალიტია კიდევ ბჭყალებში, რომ დასაქმების სფეროშიო ბრძანებს. ჩვენი ძალისო, აი მინდა რომ წავიკითხო, ძალის დეფიციტიაო, ადგილობრივი ძალის დეფიციტია თურმე და რომ არა უცხოელები ძალიან ბევრი პროექტი ვერ განხორციელდებოდაო, ბრძანებს აი ეს ადამიანი. რა გითხრათ, აი საზოგადოებისთვის განსახილველადაც მიმინდვია, მაგრამ აი ეს განხილულიც არის და აქ კაფეო წერტილი ძის ჩემო კარგებო. შემთხვევით ის ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი ერუდიციით, ხელოვნების დიდი, ასე ვთქვათ, უნართვისებებით,
ხელოსნობისაც ბატონებო და ხელოსნობასაც გარკვეულწილად შეიძლება ხელოვნება დაერქვას, ხო? ვინ გარეკა, ვინ უბიძგა ამ ადამიანებს, რომ ეს დიდი რაოდენობით რიცხვით გასულიყვნენ საზღვარს გარეთ და იქ შეექმნათ ნობათიც და სხვათა სახლები ეშენებიათ და ასე შემდეგ ნებისმიერი მიმართულებით. ვინ აიძულა მთელი ქვეყნის მოსახლეობა, რომ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება გამსვლელთა რაოდენობა, სურველები გასვლისა დღითი დღე მატულობს. საიდან მოდის ეს ჰაერზე მივიღეთ თუ კონკრეტულად ვისაც ბერკეტები ხელთ გიფყრიათ, თქვენი ბრალეულობა ამაში და მერე ცინიზმია ეს კონკრეტულად. მე უფრო მეცაც ვიტყვი, გეგა, ეს თვით აღიარებითი ჩვენებაა ეგრეთ წოდებული პრემიერისაგან. ეს არის თვით აღიარებითი ჩვენება კონკრეტულად, რომ ბრძანებს, რომ აქ აღარა ვართო კაცო. და აზია საუბარი ლეგიტიმაციას აძლევს თავის ასე თქვათ ამ მიგრაციულ ცუნამს და ყველაფერს საშინელებას, რაც ხდება საქართველოში. ეს თვითაღიარებითი ჩვენება შემდეგ ალბათ გამოადგებათ ადეკვატური შესაბამის სამსახურებს, მაგრამ იმდენად ცინიკური რა გითხრათ, ცინიზმი ეს თქვენი ხელწერაა. იმდენად აი მოტივირებული ხართ მხოლოდ ერთი რამისათვის, რომ როგორმე ნებისმიერი მეთოდით ზოგჯერ შეფუთოთ, რაც არ გამოგდით ხოლმე და ხშირ შემთხვევაში კი ალიბი მისცეთ თქვენს უკანონო ქმედებებს, თქვენს ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, რომელიც არაერთია და რაც ჩამოთვლის მათ, რომ აი ეს რა გითხრათ, მხოლოდ და მხოლოდ დიდი ტრაგედიაა ქვეყნისათვის და პირდაპირ შეიძლება ითქვას, გეგა, რომ ეს არის ნეოლიბერალიზმი. ნეოლიბერალიზმია გამეფებული საქართველოში. ეს არის ბანკირ-მევახშეთა სისტემა, ეს არის დრაკონული ბიზნესის სისტემა, იქ ნეპოტიზმითა და რა თქმა უნდა ურთიერთ სიმბიოზური, ასე ვთქვათ, ურთიერთობებით რომ გამოირჩევიან და ერთი ჯიბიდან მეორეში გადადის და შემდეგ პირიქით. ეს არის მთელი ოლიგარქიული ოლიგოპოლია, მეტიც ოლიგოპოლია საერთოდ დომინირებს და წალეკა თითქმის მთელი ქვეყანა. გრძელდება რა თქმა უნდა ამ არაბულ, თურქულ, ირანული ექსპანსია საქართველოში და ასევე სხვა ქვეყნებიდან შემოდინებული ჯგუფებისაც, რომელთა ინტერესი აქ არა მხოლოდ იკვეთება, არამედ ხშირ შემთხვევაში კმაყოფილდება კიდევაც. დიახ, ამ ქვეყნის მიმართებაში, რაც არ უნდა, სხვა კონტექსტით ითქვას, რომ საქართველო არავის არაფერში აღარ ჭირდება, არ ჭირდება მისი ოფიციოზი, რომელმაც მრავალი წითელი ხაზი გადალახა და საერთოდ შეუსაბამოა თანამედროვე მეტად თუ ნაკლებად დემოკრატიულ, ასე ვთქვათ, მმართველობებთან. შეუსაბამოა საერთოდ იმ აღქმასთან, რასაც ქვია თანამედროვე ცივილური, ასე ვთქვათ, და შენი ქვეყნისთვის ორიენტირებული პოლიტიკა და საკუთარი ქვეყნის ორიენტაცია ამოძრავებს მცირე თუ ყველა დიდ ქვეყანას ყველა საერთაშორისო არენაზე. დღეს მაგალითად მშვიდობის სამიტია, ხო, ვიცით კარგად. იმართება შტატებში, დედაქალაქში და ყველა მიწვეულია აბსოლუტურად, ეს უკვე არ ახალია ჩვენთვის, ეს ძალიან კარგად ვიცით, რომ აქვე ყურისძირშიც გამართულ კონფერენციებზე არ გვეძახიან, იქ ვინღა დაგიძახებს თავისთავად. აზერბაიჯანი, სომხეთი, ყველანი აბსოლუტურად მიწვეულნი არიან. იცით რა არის? ჩვენ სვამთ კითხვებს საერთოდ და ეს კითხვები დიდი ხანია პასუხგაუცემელია. თქვენ ამათ რა თქმა უნდა პასუხს ვერ გასცემთ, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი აქ ჩვენს მიწებს ეხება, მეგობრებო. აი, საზოგადოებას მოგმართავთ, ხომ ხშირად გვითხოვს, მაგრამ ეს დაუძველებელი, ეს მარად აქტუალური პრობლემაა. ამას მინავლება და რაღაც ესეთი ვთქვათ, წაყრუება
არ მოელოდება ჩვენგან და წარმოუდგენელია და საერთოდ ყველა ღირსეული ქართველისაგან გესმით და არა ურაპატრიოტიზმისაგან, უპატრიოტებისაგან, რომელი ურაპატრიოტებიც საქართველოში სამწუხაროდ არ აკლდა არასდროს ქვეყანას, მაგრამ დღეს საკმაოდ ჭარბად არიან. ერთ-ერთი უმთავრესი ახსენე რომ არის ეს ექსპანსია შენ კარგად იცი გეგა და ყველამ რომ რაღაც მესამე ქალაქსაც აანონსებენ, რაღაც ის ასე თქვა აშენება უნდათ კიდევ. ასევე ეს ეკონომიური არათუ სტაგნაცია, დეგრადაცია, ეკონომიური კოლაფსი მთელი ერისა, ნარკოტიკები, აზარტული თამაშები მე რამდენად უნდა გაგახსენოთ და ეს გარყვნილების კლუბები. თქვენ რა გონიათ ახლა დააკავებთ ასე ვთქვათ, ერთ-ორ ადამიანს ან რაღაც მცირე ჯგუფს ამ გადამყიდველებისა თუ მათ კიდევ სხვა სახელებიც ქვიათ და მორჩა ლიკვიდირებულია. როგორ შემოდის? საიდან შემოდის? რატომ შემოდის? ან ის ნარკოტიკული ერთი ასე ვთქვათ დიდი მასა რატომ არ აჩვენებთ საზოგადოებას რომ ნადგურდება? რა ეს ლეგიტიმური კითხვაა. ფართო საზოგადოებას რატომ არ აჩვენებთ ნარკოტიკები სად წავიდა? ასევე განათლების მიმართულებით, ჩემო გეგა, განათლება ხომ საერთოდ მოსპო, როგორც წინამ და ამჟამინდელმაც ერთად მოსპეს ყველაფერი და დღესაც აგრძელებენ განათლების მიმართულებით ეს ადამიანები რეფორმას უწოდებენ, ეხლა რაც დააანონსეს. აი მინდა გითხრათ სულ ყველას მოგმართოთ. ჩვენ წინა გადაცემაში ბრძანდებოდა ქალბატონ მანან ნიკოლაიშვილი საკმაოდ კვალიფიციურ სტუმრებთან ერთად და მან არაერთხელ გაიჟღერა რომ ეს რეფორმა უნდა შეწყდეს. ეხლა მე მინდა ჩასაფრებულ ვაი კრიტიკოსებისა და ვაი ანალიტიკოსების საყურადღებოდ წარმოვთქვა, რომ რაღაც სიტყვებზე ჩაბღაუჭება და ჩაბჟირება არ იყოს, რომ აი რეფორმის წინააღმდეგები ყოფილან თურმე ესენი, აი ასეთი ინფანტილური და რაღაც დამაბრკოლებელი რამ არ გაჟღერდეს მათი პირიდან, ან თუ გაჟღერდება არ კონდეს ასე თქვათ გასაქანი, რომ არათუ რეფორმას ვინ ჩივის ბატონებო, ნეტავ რეფორმა ჩატარდეს საქართველოში. ნეტავ რეფორმირებული იყოს ყველა სტრუქტურა, ინსტანცია, სისტემა. ჩვენ აბა რა გვინდა ამ პოლიტიკურ ერთობაში? ჩვენ რატომ გამოვხატავთ რომ არა მხოლოდ არა ჩვენი პარტიული დროშის ქვეშ, არამედ ერთიანობის ქართული დროშის ქვეშ შეკრებულ პოლიტიკურ ეროვნულ ერთობას გსურთ სწორედაც საქვეყნო საწადელს თქვენთან ერთად ჩვენ მთლიანობაში ერთად კრებითად მივახციოთ. რადგან არათუ რეფორმა, ეს არის დეფორმა. ეს არის დეფორმირება აბსოლუტურად ყველაფრისა, რასაც მცირეოდენად ფორმა ქონოდა, შესაძლოა ქონოდა შენარჩუნებული. არა რეფორმას კი არა, მაშინ განგიმარტავთ. არა დეფორმაციას და კი ნამდვილ რეფორმას. რა რეფორმაც თავის თავშივე მოიაზრებს აი ამ სისტემის ამ აღვირახსნილი განათლების გარდა რომ ყველაფერი შეიძლება ვუწოდოთ აი ამ ფსევდო რეფორმის კი ბატონო ასე ვთქვათ დემონტაჟს. ასევე მიგრაციული ქაოსი არაერთხელ ვთქვით, ეს საკითხიც არაერთხელ დაგვისვამს, აქ არ არის მხოლოდ არაბები და ასე ვთქვათ ირანი, თურქეთის ასე ვთქვათ დიდი მონსტრი. ყველა აბსოლუტურად ვინც შემოდის, კმაყოფილდება ეტაპობრივად მათი სურვილები აქ საქართველოში. აქ თვითონ ბრძანებს კაცო. ესო საჭირო ლეგიტიმურია, გაათეთრა რა, ასე უმწევ, ასე როგორ გითხრათ რა, ძალზე უსუსურად რომ აი ჯერ გაყარეს ხალხი ამ ერთიანად რაც ჩამოთვალე ამ სისტემებით და ამ ხელშეწყობებით და შემდეგ ახლა იძულებულნი ვართო და აბა სხვა რა გზა გვაქვსო გესმით? თანაბარი წარმატებით შეგიძლიათ გააკეთოთ ესე ყველა სფეროში აბსოლუტურად.
სასულიერო რანგში შეგიძლიათ დაერიოთ და აი როგორც ყუდიანებზე ნადირობა იყო რა არ მინდა ქვეყნები დავასახელო თუნდაც ეხლა აი მიმდინარე პერიოდებში რომ მართლმადიდებელ მოძღვრებს ებრძოდით და არც თქვენ აკლებთ ამ ბრძოლას თქვენი კრეფსითი ჩაწერებით და თქვენი მრავალი ინსინუაციებით რომელიც აქ მოსატანი ეხლა ამ წუთას შეიძლება არც იყოს თორე არც დამალულია რამე თუ არ არის დაფარული რომელიც არა გაცხადნეს და ამას პირველ რიგში მხილების კუთხით ეს პოლიტიკური ერთობა იტყვის და არავიზე გვიან იტყვის კიდევ ასევე მსურს უკანონოდ დაკავებული ეს საკითხიც უკანონოდ დაკავებული პატიმრები ამათ εν რაოდენობით აყავთ უკვე გეგა ძალიან ბევრი ყავთ რა თქმა უნდა და ასევე ფულის სანაცვლოდ ყველა ქვეყანასთან სრული კაპიტულაცია აქ არ არის მხოლოდ ანძის დაუშვათ გაფერადება და ასე ვთქვათ განათება ირანული დროშის სფერებში ხო აქ ჩვეულებრივი მოვლენაა იქ ყუმში თავის მოდრეკ დიდგორობას რა თქმა უნდა მათ საფლავებზე რომელთაც მართლა მხოლოდ ააოხრეს ჩვენი ქვეყანა და ასეთი კაპიტულანტური პოზიციები მეგობრებო თქვენგან არ ახალია მაგრამ მინდა ერთი იცოდეთ რა კაპიტულაციის იმიტაციაც არსებობს იცით და ეს კაპიტულაცია შეიძლება ბჭყალებში ჩავსვათ რადგან პოლიტიკაში არის მრავალფეროვანი მეთოდიკა და ერთ-ერთი მებაირახტრი აქ დიპლომატია დიპლომატიის ხაზზე გადის სწორედაც ყოველი წარმატებული პოლიტიკა იმ პოლიტიკოსისა რომელიც უპირველესად საკუთარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად აზროვნებს საუბრობს და მოქმედებს დიახ მაგრამ თქვენ რომელ დიპლომატიაზე შეიძლება აქ საუბარი როცა დიპლომატიის არც უნარჩვევები გაქვთ და არც სურვილი არ გაგაჩნიათ შესაბამისი თუნდაც ის როგორი ფსევდო რაღაცა ხო ვიცით ნათქვამია რომ სატირალი იქნებოდაო უпросто სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოსო ეხლა რასაც გეტყვით ეს სატირალიც აღარ არის ეს მხოლოდ სასაცილოა აი ხუნდაძის დაპირისპირება ოფიციოსთან როგორ მეგაჩნიათ ეხლა ამას რომ დიდი მწვანე შუქი აქვს ეხლა ანთილი რა თუნდა ამას საუბარი რომ ეს ფსევდო დაპირისპირება ვინ მიცა მავანთა და მავანთ მსგავსი ხერხემალი ეხლა რომ ჩიტი ან რაღაც ბეწვი ჩამოუგდოს ასე ვთქვათ ბელათთა შორის აქ რამოდენიმე ოლიგარქი უკვე სახეზე გვყავს და ოლიგარქთა შორის უპირველეს ოლიგარქს და მის გუნდს ოცნებას ჩვენ მალე ვიხილავთ ალბათ დეპატებში დამჯდარ ხუნდაძეს და ძმანი მისნი ვინც არიან მოაზრებულნი და ვისაც აქვთ მწვანე შუქი მიცემული ამ ოფიციოსთან დამჯდარნი დეპატებში და ასევე ანალოგიურად ვიხილავთ ოფიციოზის გამარჯვებას კობახიძის გამარჯვებას მათთან აი როგორი გამარჯვებაც იხილა საზოგადოებამ მაშინ პროფესორები თუ ვინც ყავდა და ეს ასე ვთქვათ სცენარი რაღაც თეატრალიზებული დრამა რომ დაგვიდგეს მაშინ და იფიქრეს რომ აი საზოგადოებაში ეს გაიყიდა იცით ხშირად მუსირებს აზრი გეგა რომ საშიშროებაა კაცო საშიშროება მობრუნდებიან ძველი ნაცები ეგრეთ წოდებული ნაცები კრებითად ბატონებო ეს საშიშროება მეგობრებო ნულის ტოლია აი გულწრფელად მინდა გითხრათ ამ სტუდიიდან არაერთგზის გაჟღერებულა მსგავსი ასე ვთქვათ აქცენტები და ასე ვთქვათ არამხოლოდ აქცენტები არამედ შინაარსი რომ ეს არის განულებული მათი ასე ვთქვათ დემონტაჟი ამ ხელისუფლებისა დემონტაჟი რომელსაც თვითონ უწყობენ ხელს საკმაოდ უნიჭოდ და სწრაფი ტემპითაც ამჩნევს საზოგადოება არ იფიქროთ რომ საზოგადოება ყველა ასე ვთქვათ ექვემდებარება თქვენს მოსყიდვებს თქვენს მიერ ფულადი ნიშნების ასე ვთქვათ დიდ ხიბლში ჩავარდნას და ქვეყნის გამყიდველთა რაოდენობამ გადააჭარბოს საქართველოში
ერთგულთა რაოდენობას. ეს წარმოუდგენელია, ეს არასდროს არ მომხდარა. და სურს ესე იგი გითხრათ რომ აი თუ კი არ მოინდომებენ, ხელს თუ არ შეუშლიან გეგა ნამდვილი ეროვნული ძალების საქართველოში დღესდღეობით ნამდვილი ეროვნული ძალების მოქმედებას თუ ხელს არ შეუშლით, რა თქმა უნდა თქვენს პოლიტიკას აი იმ რეჟიმთან ერთად, რომელიც შეისისხურცეთ და შეიტყვეთ, მომავალი არ აქვს. და სურს რომ ესეთი დილემა, რა დილემის წინაშედაც ვართ, საზოგადოება არა თუ უფრო ღრმად დაფიქრდეს, ჩვენ კითხვითაც მოგმართავთ, შემდეგ მეორე ფორმატიც გვექნება მე და გეგას მცირე ჭრის მერე და კითხვითაც მოგმართავთ და მეორე ფორმატში ზარებიც განხორციელდება პატივცემულებო თქვენი, რაზეც გიპასუხებთ. ეხლა სიამოვნებით სიტყვას გადმოვალ საერთაშორისო არენაზეც ვიცით რაც ხდება, ჩემო გეგა რომ ასად გვეპატიჟებიან ეს გასაგებია, ნათელია ვიცით და ასევე დიდათ რომ არ შემოვიფარგლო, აი ერთი სიტყვით ინდოეთსა და ჩინეთს თუ აქვს გადაწყვეტილი რომ ნავთობი კონკრეტულად რუსეთის არ გამოიყენოს და ამას უკვე მუქი წერტილი უზის, ეს რა თქმა უნდა ძალიან უმძიმესი ვითარება იქნება კონკრეტულად რუსეთისათვის. მე ვამბობ უბრალოდ de facto რაც იქნება. აი რა ჯობია და როგორ ჯობია. აი ამის მოსმენის უნარი ან სურვილი რომ გააჩნდეს დღევანდელ ოფიციოს, ხომ? არაერთ გზის გაჟღერებულ ამ სტუდიიდან, არაერთ გზის მიგვითითებია, მაგრამ ხმად მღაღადებლისა და უდაბნოსა შინა დარჩენილა. გისმენ დიდი სიამოვნებით გეგა და მოგესალმებით. მშვიდობა და წყალობა მოგცეთ უფალმა ყველას. ეხლა დღეს ობიექტივის იმაზე გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია და მინდა კიდევ ერთხელ ვინც ეს არ იცით შეგახსენოთ და გითხრათ, ზოგიერთებს აქ საქართველოში იმის ილუზია, რომ ქართული ოცნება საემიგრაციო პოლიტიკას აჯანსაღებს, აწესრიგებს და ეთნიკურად ესე იგი ქართველთა აღორძინებაზე და გადარჩენაზე ორიენტირებული, მე ასეთი მიამიტური დამოკიდებულებების მქონე ადამიანებს არ მგონია რაიმე შევაგონო და შევასმინო, მაგრამ მეტნაკლებად ვისაც აქვს უნარი იმისა, რომ ანალიზი გააკეთოს არსებული ფაქტებიდან და ამ ფაქტების ამ ანალიზების შედეგად მე სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს პოლიტიკურად, თუნდაც როგორც ამომრჩეველმა. აი მე პირველ რიგში მათთვის ვლაპარაკობ, ასეთ მოაზროვნე ადამიანებისთვის და ეხა დანარჩენებს ღმერთმა გონების თვალი აუხილოს და დაანახოს რა მდგომარეობაშია მათი სამშობლო, ხო? კომპანია Mira Development-ის ახალი განცხადება გამოქვეყნდა, დუბაის კომპანია ეს, ანუ დუბაიდან არის ეს კომპანია, სულ ჩადგმული. აი ეს კომპანია თბილისის თავზე, თრიალეთის ფერდობზე, სამხრეთ ფერდობზე, ეს არის 14 წუთის სავალზე თავისუფლების მოედნიდან. ხო, ალბათ აცნობიერებთ, როგორი ახლო არის საქართველოს დედაქალაქთან. კეთდება კიდევ ერთი ახალი ქალაქი. ეხა იტყვიან რომ ეს ინვესტიციაა და როგორ რა პრობლემაა თუ ის დუბაის კომპანია აშენებს ასეთ ქალაქს, რა ქართველები ვერ იმუშავებენ თუ ვერ დასახლდებიან ამ კომპანიაში, კი არა, ქალაქში, მაგრამ იქვე ჩვენ ვხედავთ იმას, რა ქვია, მათ საიტზე ინფორმაციას, რომ ესე იგი წინასწარი შესყიდვები უკვე დაწყებულია და ყველაზე იაფი ბინა ღირს $300,000 ამ დასახლებაში და ეს გრძელდება, ადის $5 მილიონ, ანუ $300,000-დან $5 მილიონ მერყეობს, ესე იგი ფასები, ხო? მე ისიც მიკვირს ხოლმე, აი თბილისში რო სახლები შენდება ცენტრალურ უბნებში და კვადრატული მეტრის ფასი $4,000 და $5,000-ია, ვინ ახერხებს საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილი ახერხებს მათ ყიდვას და ვიზია გათვლი ეს მშენებლობები, მაგრამ
ნუ ახლა 300,000 და 5 მილიონი აბსოლუტურად კიდე სხვა თანხაა. და სწორედ ეს დუბაის კომპანია, როგორც უკვე გითხარით, 14 წუთის სავალზე თავისუფლების მოედნიდან თრიალეთის ქედზე აშენებს აი ამ დასახლებას, ხო? ეს არის უკვე მესამე გამოწვევა. კიდევ იმ კრწანისთან და გონიოსთან ერთად აი ამ ეგრეთ წოდებული არაბული ქალაქების თუ რაღაცა მსგავსის განხორციელების პროცესში. და ამის ფონზე ახლა როდესაც ჩვენ გველაპარაკებიან, რომ საქართველოში ყველაფერი რიგზია და რაშუაშია ეს თქვენი შეთქმულების თეორიები, სად ხედავთ ეთნიკურ ჩანაცვლებას, სად ხედავთ არაბიზაციას და ისლამიზაციას, ხო? ნუ აი მე ძალიან მაინტერესებს აი ასეთი ხალხის არგუმენტები, რითი გააბათილებენ ჩემს არგუმენტებს, რას დაუპირისპირებენ. ანუ ცარიელი ესე იგი ლოზუნგების დონეზე ლაპარაკი, ან თუნდაც ის რომ ქართულმა ოცნებამ მამათმავლობის პრაიდები ამიკრძალა და ამის გამო ესე იგი ის ყველაფერს კარგად გააკეთებს ან რაღაცა მსგავსი მიდგომები, ჩემთვის უინტერესოა. აი რეალობაზე ვიმსჯელოს და რეალობიდან გამომდინარე ვილაპარაკოთ, დგავართ თუ არა იმ საფრთხის წინაშე, რაზეც ჩვენ მრავალი გადაცემები მივუძღვენით და ვლაპარაკობთ. ანუ დგას თუ არა საქართველოს ეთნიკური გადაგვარების, ეთნიკური ჩანაცვლების წინაშე და ემუქრება თუ არა საფრთხე ავტოქტონ ქართულ ეთნოსს, იმ გენს და იმ კულტურას და იმ ცივილიზაციას, რომელიც კავკასიის გულში 10,000-ობით უпростоრად 10,000 წელი არ არის ეს დარვინისტების მოგონილი თეორია. სამყაროს ასაკი არ აღემატება ბიბლიურად 7,760 წელს, ხო ეს ნუ ძალზე საკითხი. მაგრამ ამაზე არ არის ლაპარაკი. არის თუ არა ავტოქტონი ქართული ეთნოსი საფრთხის ქვეშ, არის თუ არა ცივილიზაცია, რომელიც კავკასიაში ცხოვრობს, ქართული ეთნო-კულტურული ფენომენი და ცივილიზაცია იმ საფრთხის ქვეშ, რასაც ქვია ეთნიკური ჩანაცვლება, ეთნიკური ექსპანსია, ისლამიზაცია, არაბიზაცია, ირანიზაცია, არის თუ არა ამის გამოხატულება თბილისის თავზე აღმართული ანძის განათება ირანის დროშის ფერებში, სხვადასხვა ეხლა როდესაც ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ესეთი ცეცხლსაშიში მდგომარეობა რამდენად რეალპოლიტიკურია, ხო, სადღეგრძელო არა, რეალპოლიტიკური რამდენად არის ის, რომ შენ ანძას ანათებ ირანის დროშის ფერებში. ეს აწყობს თუ არა საქართველოს პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს და ასე შემდეგ. აი ეს მრავალი შეკითხვა არსებობს ქართულ ოცნებასთან და ისი არა, რომ დებატებში მოდით და თავის შექმნილ ფსევდო ოპოზიციებს რომ ადებატებენ ერთმანეთთან და მერე რომ გვიქმნიან დემოკრატიის ილუზიას. ჩვენ არავინ არ გველაპარაკება, ჩვენში პატრიოტთა ალიანსს და ამ პოლიტიკურ ერთობას არ უგულისხმობ. ქართველ ხალხს, მე როგორც ქართველი ხალხის ერთი რიგითი წარმომადგენელი, ისე ვმსჯელობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენ ქართველ ხალხს არავინ არაფერს არ გვეკითხება. ჩვენ ქართველ ხალხს არავინ არაფერში პოლიტიკური ელიტა არ გვითვალისწინებს, ფეოდალური ელიტა, ფეოდალური კლასი. ეს ოლიგარქიული მმართველობა არავის არაფერს არ ეკითხება, ისი აკანონებს და ისი აკეთებს ყველაფერს. თუნდაც ის, რაც ხდება დღეს განათლების სისტემაში, ვინმე ეკითხება ამ ხალხს, უნდა თუ არა ასეთი განათლების ეგრეთ წოდებული ყბადაღებული რეფორმა, ვინმე სჭირდება, აი ეს ყველაფერი რაც კეთდება, რას მოიცავს ეს რეფორმები, რას ეხა ის ტექნიკური უნივერსიტეტი რო თესეუსთან არ ერთდება და ამის გამო რომ ეს ტაში უკრათ მთელ რიგი უნივერსიტეტებს რომ აკвецავენ, რომ ფაკულტეტებს ართმევენ, ხალხი უმუშევარი რჩება, ფაკულტეტები იკვეცება, სტუდენტთა რაოდენობაც ავტომატურად შემცირდება. ეს ყველაფერი რომ ერთმანეთს ებმის, მთელი რიგი პროცესები კიდე რაზეც ახლა ჩვენს წინ გადაცემაში მოისმინეთ და მრავალი ამ ეთერში და არა მარტო ამ ეთერში ამაზე ლაპარაკობს. აი ამ ყველაფერზე ქართული ოცნების პასუხები სად არის? სად არის კონკრეტული პასუხები და არა ისო თქვენ არგუმენტები არა გაქვთ ყობახიძე რო ლაპარაკობდა იქ ეგრეთ წოდებულ დებატებში და კიდე როგორც იციან ხოლმე ჩვენ ესე ვართ და თქვენ რასაც ლაპარაკობთ deep state-ის შთაგონებული არის მასონებმა შთაგაგონეს ილუმინატებმა ეპშტეინის კუნძულზე მოფიქრებული აი ესეთი რაღაცა შათელიშვილი ლაპარაკობს და აი ესეთი ფორმის პათეტიკა ასე ლაპარაკი შეიძლება საკუთარ ხალხთან საკუთარ ამომრჩეველთან ესეთ დაბალ დონეზე შეიძლება განიხილავდეს საკუთარ ხალხს და ესე ზემოდან უყურებდე და აი ესეთნაირი ინტონაციით ესე
ადვილად მოსატყუებელი შეიძლება ხელისუფლებას საკუთარი ამომრჩეველი მიაჩნდეს თუ არ გრძნობთ თავებს შეურაცხყოფილად, როდესაც ოფიციოზი ესე გესაუბრებათ. აი ეს მაინტერესებს მე ჩვენი მოსახლეობისგან. აი მაგალითად ეხლა დავით არხალმოურავის წერილში ვკითხულობდი მე სტატისტიკას. აი როდესაც მაგალითად 11 მეცნიერი მოდის ყოველ 1000 კაცზე 11 მეცნიერი მოდის ამერიკაში მაგალითად. იაპონიაში უпросто 11 მოდის იაპონიაში, ამერიკაში 10, ევროკავშირში 9 1000 კაცზე 11 მეცნიერი. ხო ეს ხო არ არის პატარა ციფრი. მეცნიერი, საუბარია მეცნიერზე. და როდესაც საქართველოში არავითარი წახალისება არ აქვს სამეცნიერო კვლევით მუშაობებს, არავითარი წახალისება არ აქვს მართლაც მეცნიერებას, არც ტექნიკურ დარგებს, არც ჰუმანიტარულ დარგებს. განათლების რეფორმა არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ აღიზარდოს განათლებული, წიგნიერი, ნიჭიერი, თანამედროვე ტექნოლოგიების ამთვისებელი თაობა, კვლევით პროცესში ჩართული თაობა, დოვლათის შემქმნელი თაობა, ინტელექტუალური ელიტა, რომელიც შეძლებს რომ ეს სახელმწიფო განავითაროს თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მიღწევებით და საერთაშორისო ასპარეზზე დაიმკვიდროს თავისი თავი, როგორც თანამედროვე ძლიერმა ნაციამ, ერმა სახელმწიფომ და შექმნას თავისი დოვლათი და ამითი გააცნოს დანარჩენ მსოფლიოს და წარადგინოს საკუთარი თავი მსოფლიოს წინაშე. ამაზე ხო არ მიდის? რისთვის მიდის ეს ყველაფერი? მიდის იმისთვის, რომ დაიმცროს მაქსიმალურად განათლებული საზოგადოება, მუშახელად გადავიდეს ეს მუშახელიც ახლა აღარ ყოფნის ყობახიძეს როგორც ბეკამ წეგან კარგად განაცხადა და უცხოეთიდან პირიქითო ჩვენ რო გვჭირდება ეს ირანელები და პაკისტანელები, ქართველები არა როგორ. ქართველები იმიტომ აღარ ყავთ რომ ყველა პირობა შექმნით, რომ აქედან გაიქცეს და აგერი არ გამრავლდეს და საქართველოს ავტოქტონი ეთნოსი, ქართული ეთნოსი იყოს მომაკვდა ვერთა სიაში მსოფლიო სტატისტიკაში. და ეს სტატისტიკები ქვეყნდება. აი ახლა მე ვკითხულობდი დეკანოზი დავით კონჯარიას Facebook სტატუსს, რომელიც მინდა რომ გაგაცნოთ, ვისაც ეს არ წაგიკითხავთ. ქართული იდეის ჩვენს პოლიტიკური ერთობის გვერდზე, ქართული იდეის გვერდზე ეს გამოქვეყნდა და მე გავაცალი საზოგადოება ძალისაებრ, მაგრამ აი აქედანაც მინდა რომ ამის შესახებ იცოდეთ, ვინც არის იცით. დეკანოზი დავით კონჯარიას წერილი. ჯერ ეს საქართველოში არის 150 სუროგაციის ცენტრი და ჩინელი გეი წყვილის შეკვეთილი და უზბეკი ქალის მიერ ნაადრევად ნამშობიარები, ყველასგან მიგდებული, აღმზრდელისგან, სუროგაციის ცენტრისგან, გარიყული და მიგდებული 700 გრამიანი ნაადრევად ნამშობიარები, მომაკვდავი ბავშვი მონათლა აი ამ დღეების წინ დეკანოზმა დავით კონჯარიამ და ეს დაწერა საერთო Facebook გვერდზე და გარკვეული პერიოდით ადრე, რამოდენიმე წლით ადრე უпроსტორად ჩვენმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა რომ მიხადაგა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სუროგაციის საფრთხის შესახებ ეპისტოლეში იქადაგა, ეპისტოლის სახით გაგვაცნო ამ საფრთხის შესახებ. გამოვარდნენ ეს ფემინისტი ჭინკები და ეს არისო რა ქვია რეტროგრადი ბნელი და რავი რაღა აღარ უწოდეს რომ ეს მიჩოულია ჩვენი პატრიარქი და მისი სულის საცხონებლა და გვირგვინდა შესამკობა ზეცათა სასუფეველში ეს მას წაადგება, მაგრამ ქართველი ერი დაიჟება ურჩობის გამო რომ არ უსმენს საქართველოს მწყემს თავარს და არ უსმენს დედა ეკლესიას და არაფრად არ აგდებს იმ ყველა შეგონებასა და მოწოდებას რაც ჟღერდება ღვთისწიაღიდან, ეკლესიიდან და ეს სუროგაციის საფრთხე, რომლის წინაშე ჩვენ ვართ და აქ ჩამოყავთ გეი წყვილებისთვის შვილებად რომ ის იშვილონ ეს უზბეკი და პაკისტანელი და სხვადასხვა ეს ქართველი დედები აღარ ყოფდით, ბრჭყალებში დედები, ეს სუროგატი დედები და სოფლიოდან მოერეკებიან ამ იმეებს, რა ქვია, სუროგატ ეგრეთ წოდებულ დედებს და აქ ამშობიარებენ 150 ამ პატარა ქვეყანაში წარმოიდგინეთ რა არის 150 სუროგაციის ცენტრი და რა უბედურება ტრიალებს აქ და რა მხელა ცოდვა ტრიალებს. გაეცანით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ეპისტოლეს სუროგაციის შესახებ. გაეცანით მამათა სწავლებებს, გაეცანით ეკლესიის შეხედულებას, მართლმადიდებელი ქრისტიანები და ერში რომელშიც ეს უბედურება ტრიალებს. ერში რომელიც აბორტების რიცხვით სტატისტიკურად მოწინავე რიგებშია. ერი რომელიც გადაშენების პირასაა და ეთნიკური ჩანაცვლება მიმდინარეობს. როდესაც ისლამიზაცია ყველა უბედურება ერთად ტრიალებს ამ საქართველოში და ჩვენ გვიქმნიან იმის ილუზიას, რომ საქართველოს რაღაც აღმავლობის მწვერვალებს აღწევს და მოწინავე რიგებშია, რაღაცა ყობახიძის განცხადებები და პაპუაშვილის განცხადებები და ქართული ოცნების, ესე იგი, რიტორები რომ ყავთ ისინი, რა ქვია, მჭერმეტყველები, მათი ბაგეებიდან რომ ისმის, როგორ ვითარდებით, აი მოცემულობა აბსოლუტურად სხვა რამეს გვთავაზობ.
გვეუბნება, მოცემულობა გვეუბნება იმას, რომ ჩვენ ვართ მომაკვდავი გადაგვარების პირას მდგომი ერი, რომელიც უფრო და უფრო დიდი საფრთხეების წინაშე პოტენციურად მალე დადგება. და ეს საფრთხეები და ჩვენს წინაშე მდგომი გამოწვევები ახალ-ახალი ყოველ დღე ჩართავ სოციალურ ქსელს, ჩართავ ტელევიზორს, შენ აღმოაჩენ, რომ ახალი გამოწვევა გაჩნდა, ახალი საფრთხე გაჩნდა და იმის მაგივრად რომ ჩვენ ერთმანეთთან თანაბუძმოდ გავერთიანდეთ, ურთიერთთანადგომა ვიქონიოთ, პირიქით ჩვენ ვარ დაყოფის მდგომარეობაში და ერთმანეთში ვეძებთ, ერთმანეთის თვალებში ბეწვებს ვეძებთ, როდესაც საკუთარში დირეების პოვნა გვიჭირს და აქედან გამომდინარე ჩვენ ამ უმწევ მდგომარეობაში მხოლოდ საღვთო სასჯელებს ვიმსახურებთ. და კიდევ დიდება და მადლობა ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსო, ჩვენ ამაში კიდევ გვიფარავს და რაღაცის გამო გვამზადებს და ჩვენ ეს მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა კიდევ ვიცით რატომაც ამზადებს უფალი თავის ერს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იფარავს და იცავს თავის წილყვეთ საქართველოს, მაგრამ ისე ვიმეორებ, თუ არ გავერთიანდით, თუ არ გავაცნობიერეთ პრობლემა, თუ სნეულება არ ვუწოდეთ, ბოროტება და არ შევრაცხეთ და შავისა და თეთრის გარჩევა არ ვისწავლეთ და არ დავარქვით თავის სახელები ყველას და ყველაფერს, როგორც არის და როგორც მას შეეფერება. ჩვენს წინაშე ძალიან დიდი საფრთხეები არსებობს და ეს საფრთხეები საქართველოს მომაკვდავი ერების რიგებში აყენებს. ღმერთმა ამისაგან დაგვიფაროს, მაგრამ ჩვენს წინაშე ეს სასჭიროება ძალიან დიდი ეგზისტენციალურია და დრო ამას თვალი გავუსწოროთ რა. კი ბატონო, გეგა და ამის ფონზე მეგობრებო, პატივცემულებო, რაც ახლა მოგახსენეთ, რაც გეგამ ჩამოაყალიბა, ამის ფონზე კიდევ მშვიდობას მუსირებთ და მშვიდობას ჯერ რომელ მშვიდობას, კაცო? და მშვიდობას ამადლით საზოგადოებას, რომ მშვიდობის მონაპოვარი და საერთოდ მშვიდობის მებაირახტრე და ერთ-ერთ ავანგარდში თქვენ მოუპოვეთ ამ ქვეყანას მშვიდობა და კიდევ რაღაც ათასნაირი ლექსიკა აქვთ მათ. აღარ მსურს ახლა მამულ ენას სარწმუნოებას ახსენებენ და მაგ დროს ალბათ ფუიეშმაკს უნდა თქვა, აბა რა უნდა თქვა გეგა. რომელი მშვიდობა ბატონებო? მშვიდობა სადგურდება იქ, როცა მშვიდი გონების, მშვიდი სულის, მშვიდი ყოფის, ასე ვთქვათ, მონაპოვარია სახეზე და ეს არის ადამიანი, პიროვნება, რომელშიდაც მშვიდი გული და მშვიდი ასე ვთქვათ გონებაა, რომელ სიმშვიდეს განაპირობებთ თქვენი ყოველდღიური ამ ტრაგიკული, საქვეყნო ტრაგიკული ყოფით. წმინდა გრიგორი ღვთისმშობელი უმჯობესია ომი, ვიდრე მშვიდობა, რომელიც ღმერთს განგვაშორებს. ესეც უნდა ვიცოდეთ. კი ბატონო, რომელ სიმშვიდეზე აპელირებთ და რითი მანიპულირებთ? ადამიანებს შეხედეთ ქუჩაში, ვიცი რომ არ გამოდიხართ, არც გამოგესვლელებათ თქვენ, მაგრამ მე გეტყვით, ჩვენ გეტყვით, კაცო. რეალურად მოსახლეობაზე აღბეჭდილია აბსოლუტურად ძალიან დიდი ტრაგიზმი, ძალიან დიდი ტრაგიზმის დეპრესიული და ნერვოტული ყოფა. კი ნერვოზი შესაძლოა კი არა უპირობოდ უღმერთოების გან არის, მაგრამ ეს ყოველივე თქვენი კულტივაციით, თქვენი ხელშეწყობით ხდება, რომ ადამიანი კონკრეტულად აი თავისი აფორიაკებული სულითა და გონებით თუ რა აჭამოს, რა წამალიან, როგორ მიუტანოს, სამსახურში როგორ წავიდეს, ან ერთიდან მეორეში როგორ გადავიდეს და ის მეორეც არ ყოფნის, ხომ ხვდებით? და მერე კრედიტი როგორ ეს არის მშვიდობა? აი ასეთი ადამიანებით იქნება მშვიდობა და ეხლა ვაი კრიტიკოსების, რომ აბა ომი გინდათ, ომი კი არ გვინდა, ომში ვართ უკვე. საკუთარ ერს გამოუცხადა ომი, აი ამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, ამ ოცნების ხელისუფლებამ. და ეს სულაც არ არის, სრულიად არ არის, ასე ვთქვათ, ნებისმიერი საზოგადოების წარმომადგენლისათვის, რომელმაც შეიძლება პირში წყალი ჩაიგუბა, მაგრამ ისიც კი ხვდება იმას, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ შეთითხნელი და ჭიქაში ატეხილი ქარიშხლის მსგავსი. არანაირი მშვიდობა საქართველოში დღესდღეობით არ არის. და ნუ მანიპულირებთ, რომ აქ დენთის სუნი უპირველეს ყოვლისა ვამბობ საჯაროდ. ეს დენთის სუნი, რისგანაც ჯვარი გვწერია და მადლობა უფალს და არა მადლობა თქვენ. უპირველეს ყოვლისა თქვენ არ გაწყობთ.
რადგან საკუთარ სახაზინოთ, საკუთარ სახელოსნოთ, საკუთარ ბოსტნად ეს კიდევ არ ახალია. აი ესე გაქვთ ქცეული მთელი ქვეყანა და დასაკარგი ძალიან ბევრი გაქვთ. გესმით? აი ამიტომ თქვენ არ გაწყობთ პირველ რიგში, მაგრამ თქვენი პოლიტიკა ამ შვიდობის პარადიგმაში და ამ შვიდობის რელსებზე კი არ მოიაზრება და იხედება. არა, თქვენი პოლიტიკა რეალურად ამ დენთის საწინააღმდეგო ნაბიჯებსაც აცდენილია, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია საკუთარი ჯგუფების, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობისაკენ. და თქვენ ერთხელაც ვერ დაუშვებთ იმას, რომ აქ სოციალურად არ იფიქროს არავინ, რომ სოციალურად გამოსული ქართველი ერის სოციალური შეჭირვების გამო გამოსული რამენაირად კნინობით ხარისხში და ფორმაში მოიხსენიოს ამ სახით. სწორედაც თქვენს მიერ შექმნილი გაუსაძლისი ყოფა, რომელიც არამხოლოდ ეკონომიკაზე ყველა მიმართულებით გადის, არის სწორედაც სულში ჩაფურთხება და არის სწორედაც ღირსების შელახვა. და აი ამ კუთხით გამოსულ ადამიანებს თქვენ სოც აფეთქებას თუ რაც არ უნდა დაარქვა, თქვენ ფანტაზიაც არ გაქვთ შესაბამისი. როგორ ფიქრობთ, ეს რა შედეგებს გამოიდრებს? ჯერ თქვენთვის, იმიტომ რომ პირველი საშიშროება თქვენ ტყავზე თქვენს ასე ვთქვათ, ტყავიდან გამომდინარე ფიქრობთ, მაგრამ მე უფრო მეც გეტყვით. ეს ქვეყნისთვისაც ძალზედ საზიანო იქნება. ძალზედ საზიანო იქნება და არავინ არ იცის, ვინ რას როგორ გამოიყენებს ჩვენს მეზობლად მყოფ უკვე მართლა ჰეგემონად ჩამოყალიბებულ ქვეყნებს გულისხმობ. აი მათი მხრიდან. დიახ, შეიძლება თანატოლი იყოს ტერიტორიულად, ან გაჭარბებდეს რიცხვით ძალზედ მეტად, მაგრამ ის უკვე ჰეგემონია, თავისი ეკონომიკით. დიახ, კავკასიაში ვსაუბრობ და გნებავთ კავკასიის ირგვლივ. ის ჰეგემონია უკვე და დიდი ხანია ჰეგემონია თავისი მილიტარისტული განწყობებითა და მიდგომებით და შესაძლებლობებით. და რა თქმა უნდა, ამას ზურგს უმყარებს მათი ეროვნული ხელისუფლების ეროვნული სწორი ეკონომიკური მიმართულებები, დიახ, რისგანაც თქვენ დაწრეტილი ხართ. ეხლა ძალიან მცირე დრო გრჩება ჩვენ სოციალური დახმარებების გადახედვაც დააანონსეს ამ ადამიანებმა, რამე თუ ეხლა არჩევნები ამათი განრიგით ჯერ არ მოდის. ხო და მე შეუძლიათ ისევე დაუნიშნონ, გესმით? ხო, აი იცით წამები დაგვრჩა. დიდი დანაშაულია ქართველი ერისა, მე ბევრჯერ მithქვამს, რომ აქ სოციალურ საკითხებზე აქტიობა ნიშნავს რაღაც იმათ, რა ვთქვა. დასაძრახისა დეჩვენება ზოგადად. არავითარ სოციალურ საკითხებზე ერი თუ არ ზრუნავს, ის ერი სოციალურად ნადგურდება. ის ერი ისპობა და ზუსტად აი ამ დღეში ვართ ჩვენ, რა დღეშიც ვართ. დიახ, დროებით არ გადართოთ, ჩვენ კვლავ დაგიბრუნდებით. მადლობთ.